ქართული ოცნების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დღეს ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოусმინეს. კობახიძე ქართული ოცნების ფრაქციამ პარლამენტში მიგრაციის თემაზე დაიბარა. მან არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე დაახლოებით 20,000 პირი იმყოფება არალეგალურად, ხოლო 2026 წლის განმავლობაში ისინი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევებას გეგმავენ. მან ასევე უცხო ქვეყნიდან მიგრაციის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქვეყანაში მყოფ უცხოელთა დაახლოებით 29,9%-ში ადგენენ, რაც 22,129 ადამიანია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი დაახლოებით 30% საქართველოს ყოფილი მოქალაქეები ან ქართული გვარის მქონე პირები არიან. რაც შეეხება სტატისტიკას, უშუალოდ ბინადრობის ნებართვის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29,9%, 32,129 ადამიანი. აქ მინდა დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ სტატისტიკას, საზღვრისკვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%. ან რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელი სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან რეალურად ქართველები. ეს არის ის სტატისტიკა, რომელსაც გვიჩვენებს ჩვენ საზღვრისკვეთის მონაცემები. მეორე ადგილზეა ინდოეთი, 23,930 პირზე არის გაცემული ბინადრობის ნებართვა და მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი 6,3%. ირაკლი კობახიძემ ტრიბუნიდან ქვეყანაში შობადობის შემცირებაზეც ისაუბრა და ეს საკითხი ადამიანების მსოფლმხედველობას დაუკავშირა. დღეს ოცნების პრემიერი ამტკიცებდა, რომ შობადობა სოციალურ მიზეზებზე არ არის დამოკიდებული და პირველ რიგში მსოფლმხედველობრივ გამოწვევას უნდა დაუპირისპირდნენ. სამწუხარო რეალობა, რომ რაც უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე, მით უფრო მძიმდება ხოლმე დემოგრაფიული ტენდენციები. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის იმედად ვერ ვიქნებით. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა კონკრეტულ ზომებზე ფიქრი, რომლებიც ხელშეუწყობს დემოგრაფიული პროცესების გაუმჯობესებას. შობადობას რაც შეეხება, ერთი საინტერესო დეტალია, ასევე რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის შემცირებას. 90-იან წლებში პირველ რიგში, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენს ქვეყანას საბჭოთა სისტემის რღვევის შემდეგ, მაშინ იყო ბევრად უფრო მაღალი შობადობის კოეფიციენტი საქართველოში, ვიდრე არის დღეს. ანუ კიდევ ერთხელ სოციალური მიზეზი ნაკლებად აქვს ამ ყველაფერს და ასევე საინტერესო დეტალია, რომ მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებლები და არის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებული. და მკვეთრად იკლებს და დრამატულად იკლებს პირველი და მეორე ბავშვის შვილის შობადობის მაჩვენებელი. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გვაქვს სერიოზული, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც პირველ რიგში უნდა დაუპირისპირდეთ დადებითი გაგებით. საჭიროა შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. ინტერესი არის შემცირებული. კობახიძემ სოციალური დახმარების სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს. მისი თქმით, კოვიდ პანდემიის შემდეგ ამ მონაცემების სრულფასოვანი რევიზია არ განხორციელებულა მაშინ, როცა სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია. ქართული ოცნების პრემიერის განცხადებით, პირველადი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა ნაწილს სიღარიბეზე უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.